მახსოვს 14 წლის ვიყავი, როცა რუსეთმა შუა ზამთარში შუქის და გაზის გარეშე დაგტოვა. უცებ მთელი ქვეყანა სიბნელეში დარჩა, მაგ დროს ვერც კი ხვდებოდი, რომ ეს ომის ერთ-ერთი ფორმა იყო, როცა მტერი მოწინააღმდეგის დასასუსტებლად ეკონომიკურ ბერკეტს იყენებს. მგონი დღესაც ბევრს გონია, რომ ომი მხოლოდ ტანკებით და იარაღით იწარმოება. თუმცა ბოლო წლებში ტექნოლოგიები ისე განვითარდა, რომ მტერს ჩვენს წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტი იარაღი გაუჩნდა. საინტერესოა ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების დასაცავად. შვიდობა, ომი თუ მშვიდობა არჩევნები როგორც ქართული ოცნება თავს მშვიდობის გარანტად კი წარმოაჩენს, მაგრამ რას ეფუძნება რეალურად ეს მშვიდობა? მომდენო 10 წუთში ფაქტებზე დაყრდნობით მოგიყვებით, რამდენად დაცულია საქართველო დღეს და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ქვეყნის უსაფრთხოება ელემენტარულ დონეზე მაინც იყოს უზრუნველყოფილი. სახელმწიფო უსაფრთხოებას მხოლოდ უსაფრთხოების სამსახური, პოლიცია და ჯარი ვერ დაიცავს. ამ საქმეში ყველა მოქალაქეს ჩვენი როლი გვაქვს. წარმოიდგინეთ, სახლში რომ მხოლოდ კარი ჩაკეტოთ, თუ იქნება ეს თავდასცვისთვის საკმარისი. შეიძლება ფანჯრიდან შემოვიდნენ, საბანკო ანგარიშიდან ფული მოგპარონ, ან უბრალოდ ელექტროენერგია გაგითიშონ და ასე დაგაზიანონ. ქვეყანაც ასეა, თუ სისტემა მთლიანად არ არის დაცული, ერთმა სუსტმა წერტილმა შეიძლება მთელი მექანიზმი ჩამოშალოს. ზოგადად, სახელმწიფო უსაფრთხოება 4 ძირითად საყრდენზე დგას და ესენი არის პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური დამოუკიდებლობა, თავდაცვა და კიბერუსაფრთხოება და საზოგადოების ერთიანობა. დღევანდელ რეალობას თუ შევხედავთ, 4-ვე საფუძველი მორყეულია. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ არ გაგვაჩნია ისეთი სახელმწიფო უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს. ეს ნიშნავს, რომ მთავრობას უსაფრთხოების მკაფიო ხედვა არ აქვს. ყველა განვითარებულ ქვეყანას აქვს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია. ეს არის სახელმწიფოს თავდაცვის მთავარი გეგმა, რომელიც განსაზღვრავს, რა საფრთხეები არსებობს და როგორ უნდა დავიცვათ თავი. ჩვენთან სტრატეგიის ფორმირებაზე პასუხისმგებელი არის მთავრობა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო. ეს ის საბჭოა, შეგახსენებთ, რომელსაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეკრებისთვის 8 თვე დასჭირდა. როცა იქნება საჭიროება, ამის შეიკრება და არის კანონში განსაზღვრული ის გარემოები, როდესაც უნდა შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო. საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ბოლოს 2011 წელს განახლდა. ხვდებით ხო, რას ნიშნავს 14 წლის წინანდელი გეგმით ცხოვრება. მაშინ ჰიბრიდული ომის შესახებ ამდენი ინფორმაცია არ გქონდა, კიბერთავდასხმები არ იყო ასეთი მასშტაბური როგორც დღეს და რუსეთს საქართველოს ეკონომიკაზე ამხელა გავლენა არ ქონდა. ასევე მოძველებულია სახელმწიფოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტიც. წარმოიდგინეთ, მანქანას მართავთ, მანქანა მწყობრიდან გამოსულია, არც გზა იცით, უბრალოდ მიყვებით და იმედს იტოვებთ, რომ დანიშნულების ადგილამდე მიხვალთ. ასეა დღეს საქართველოს უსაფრთხოების სტრატეგიაც, გეგმის, მიმართულებების და პრიორიტეტების გარეშე. ამ პირობებში, განსაკუთრებით კავკასიის მსგავს რეგიონში, უსაფრთხოება ვერ იქნება ფორმალური პროცესი. მას სჭირდება დინამიკური განახლება, რეალურ საფრთხეებზე მორგება და კონკრეტული გადაწყვეტილებები. მთავარი უწყება, რომელიც ოფიციალურად საქართველოს უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, სუსია. უწყება უნდა აკონტროლებდეს შიდა და ჰიბრიდულ საფრთხეებს. 2023 წელს სუსმა პარლამენტს ანგარიში წარუდგინა, სადაც რუსეთის ჰიბრიდული ომი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა. ჰიბრიდული ომი მოიცავს კიბერთავდასხმებს, ეკონომიკურ ზეწოლას და შიდა პოლიტიკაში ჩარევას, ასევე ქვეყნის თავდაცვის მექანიზმების მოშლას. და რა ქნა სუსმა ამ საფრთხეების შესამცირებლად. ანგარიშში კონკრეტული ნაბიჯების შესახებ არაფერი წერია. ამ დროს საქართველოს ერთ-ერთი სამიზნეა კიბერთავდასხმებისთვის. გახსოვთ ალბათ 2019 წლის მასშტაბური ჰაკერული შეტევა. პარალიზებული იყო მედია საშუალებები, სახელმწიფო უწყებები, კერძო კომპანიების ვებსაიტები. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების შეფასებით, დღეს სუსი გარემტრებზე მეტად აქტივისტებს და აქციის მონაწილეებს უთვალთვალებს. ჩვენი პირადი მონაცემები რომ დაუცველია, ამის დასტურად მხოლოდ ავტობუსების საქმეც გამოდგება. კი გამხიარულდით, მაგრამ დღემდე არ ვიცით, რამდენხანს ჰქონდა ჰაკერს წვდომა სისტემაზე, რა მოცულობის მონაცემები მოიპარეს, როდის შეიძლება ეს ჩვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. და ახლა ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი. საქართველოში დღემდე არც ერთი რუსი ჯაშუში არ დაუკავებიათ. იმავე პერიოდში, როცა დასავლეთის ქვეყნებში, ბალტიისპირეთში, პოლონეთსა და სკანდინავიაში ათეულობით რუსი აგენტი გამოავლინეს.
უკრაინაში ომის შემდეგ რუსების უპრეცედენტო მიგრაციას თუ არც ერთი ჯაშუში არ შემოჰყოლია. ამ გამოწვევების ფონზე ჩვენი თავდაცვის სისტემაც ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე. ქვეყანა, რომლის 20% ოკუპირებულია, წლების განმავლობაში სულ უფრო ნაკლებ ფულს ხარჯავს თავდაცვაზე. სავარაუდოდ იმ იმედით, რომ მტერი უბრალოდ დაგვინდობს, ან ქართული ოცნება მშვიდობის გარანტად გვეყოფა. წელს თავდაცვის ბიუჯეტი 1,73 მილიარდი ლარი იქნება. თითქოს ზრდაა, მაგრამ თუ ინფლაციას გავითვალისწინებთ, ეს 2008 წლის ბიუჯეტის თითქმის ნახევარია. თუ წლევანდელ ბიუჯეტს გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ თავდაცვა ქვეყნის პრიორიტეტი ახლაც არ არის. მისი დაფინანსება კი გაიზარდა, მაგრამ ჯანდაცვაზე, ინფრასტრუქტურაზე და შიდა უსაფრთხოებაზე ბევრად მეტი თანხა იხარჯება. ეს გვაჩვენებს, რომ სახელმწიფო უფრო მეტად შიდა კონტროლზე აკეთებს აქცენტს, ვიდრე ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებაზე. მაშინ, როცა უსაფრთხოების მდგომარეობა რეგიონში სულ უფრო და უფრო რთულდება. უკრაინის ომმა აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი საჰაერო თავდაცვა, თუმცა საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ბევრს არაფერს აკეთებს. თავდაცვის სამინისტრო არ ავრცელებს დეტალურ ინფორმაციას იმაზე, თუ რამდენი იხარჯება კონკრეტულად საჰაერო თავდაცვის და სამხედრო აღჭურვილობის გაძლიერებაზე. გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მთავრობა არასწორად ხარჯავს თანხებს, რადგან პირველ რიგში საჭიროა არსებული საფრთხეების ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ შესყიდვები. მაგალითად, სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოს უნდა განავითაროს შორს მოქმედი საჰაერო თავდაცვა. ამის ნაცვლად კი სამინისტრო არემონტებს მოძველებულ მოიერიშე თვითმფრინავებს. მაგრამ ვინ უნდა მართოს ეს თვითმფრინავები მაშინ, როცა ჩვენი გამოცდილი პილოტები ან სამოქალაქო ავიაციაში გადავიდნენ, ან ქვეყნიდან წავიდნენ. 2022 წელს ჩვენ ვრცელი გამოძიება გამოვაქვეყნეთ იმაზე, თუ როგორაა დაცული საქართველოს ცა. მოქმედი და ყოფილი თავდაცვის მოსამსახურეები მაშინ გვიყვებოდნენ, თუ რა მდგომარეობაშია საჰაერო სისტემები, საფრენი აპარატები და ზოგადად მთელი უწყება. არც ზღვის მხარეა დაცული. საქართველოს სამხედრო აკვატორიას კი ფლობს, მაგრამ მას არ ჰყავს სამხედრო საზღვაო ძალები. სანაპირო დაცვა დღეს პოლიციურ სისტემაზეა მიბმული, არა და პოლიციის ფუნქციები თავდაცვის ამოცანებისგან რადიკალურად განსხვავდება. თუ მაგალითად უცხო ქვეყნის გემი საქართველოს წყლებში შემოვა, რეაგირების შესაძლებლობა ჩვენ პრაქტიკულად არ გვაქვს, რადგან სანაპირო დაცვას სათანადო შეიარაღება არ აქვს, ხოლო თავდაცვითი შესაძლებლობების გამაძლიერებელი იარაღის გამოყენება მათთვის აკრძალულია. დაუცველია ხმელეთიც. საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ პოლიციასა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პატრულირება შემცირებულია. ადგილობრივები, რომლებიც საკუთარ მიწა-წყალს საფრთხის პირობებშიც კი არ ტოვებენ, ყვებიან, რომ მთვრალი ოსები, რუსები უკონტროლოდ გადმოდიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ზოგჯერ მანქანებითაც და იტაცებენ იქიდან ადამიანებს ხან საძოვრებიდან, ხან ტყიდან, ხან საკუთარი ეზოებიდან. 2 წლის წინ სოფელ კირბალში ოკუპანტებმა მოკლეს ლომისას ეკლესიაში მისული თამაზ გინტური. ამ გამოწვევების ფონზე ქართულმა ოცნებამ ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომ ამერიკამ სტრატეგიული პარტნიორობა შეგვიჩერა. შტატების სამხედრო დახმარების შემცირება ნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვა კიდევ უფრო სუსტდება და ქვეყანა დასავლური მხარდაჭერის გარეშე საკუთარ შეზღუდულ მწირ რესურსებზე რჩება დამოკიდებული. საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო მეტად ებმის რუსეთს. ამას სტატისტიკა ნათლად აჩვენებს. საჩანს ეს დამოკიდებულება ყველაზე მეტად. ვიცი რიცხვები შეიძლება დამღლელი იყოს, მაგრამ ასე სრულ სურათს დავინახავთ. მაგალითად, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ექსპორტი რუსეთში 22 ჯერ გაიზარდა და 2024 წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ჩვენი ეკონომიკა რუსეთზე ასეთი დამოკიდებული არასდროს ყოფილა. ბოლო 16 წლის განმავლობაში რუსეთიდან იმპორტი 4 ჯერ გაიზარდა. ესეც არის რეკორდული მაჩვენებელი და ნიშნავს, რომ ქართულ ბაზარზე რუსული პროდუქციის წილი მნიშვნელოვნად იზრდება. რუსეთიდან გაზის იმპორტი ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა. იმპორტი განსაკუთრებით 2022-23 წლებში გაიზარდა. რუსეთი კვლავ საქართველოს ნავთობის მთავარი მომწოდებელია. მისი წილი მთლიან იმპორტში 41%-ს შეადგენს. 2023 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილები 1,5 მილიარდი დოლარი იყო. 2024 წელს კი ეს მაჩვენებელი 65%-ით შემცირდა. ასევე რუსი მიგრანტების ჩამოსვლის შემდეგ საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა გაიზარდა და აქაც ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
შედეგად საქართველოს ეკონომიკა რუსულ ფულზე უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება. და ეს მხოლოდ სტატისტიკა არ არის, ეს არის რეალური რისკი. რადგან კრემლს არაერთხელ გამოუყენებია ეკონომიკა პოლიტიკურ იარაღად. გახსოვთ ალბათ 2006 წელს რუსეთმა ქართული ღვინო და მინერალური წყალი სრულიად რომ აკრძალა. მაშინ ათასობით ფერმერი და მეწარმე მოულოდნელად დარჩა ყოველგვარი შემოსავლის გარეშე. და ახლა ჩვენ ეკონომიკას ვაძლიერებთ თუ ნელ-ნელა იმავე მახეში ვეხვევით. ვიცით, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის მხოლოდ ჯარი და ეკონომიკა არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა და სოციალური ერთიანობა. რუსეთი ამას ყველაზე კარგად ხვდება და სწორედ ამ 4 საყრდენს უტევს. მაგალითად, საზოგადოების ერთიანობას წარმატებით ებრძვის პროპაგანდით და დეზინფორმაციით. რუსეთი ამის დიდო სტატია და მეფის რუსეთის დროიდან მოყოლებული ჩვენზე სხვადასხვა მეთოდს ტესტავს. ბოლო წლებია ყველაზე აქტიურად ცდილობენ ჩვენი ისტორიის გადაწერას. ამაში მათ ქართული ოცნებაც ეხმარება. ალბათ მიხვდით 2008 წლის ომის თემას გულისხმობ. ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედება. ვის აწყობს ამ ომის დაწყება, რომ საქართველოს დაბრალდეს. და 1992 წელსაც საქართველოს დაიწყო აფხაზეთში ომი თუ 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა ჩვენ თვითონ გავაუქმეთ და ბოლშევიკებს კარი თავადვე გავუღეთ. ზოგჯერ სწორი პასუხების საპოვნელად მარტივი კითხვების დასმა საჭირო. თუმცა ამ მარტივი კითხვების დასმასაც სჭირდება პროპაგანდის და დეზინფორმაციისგან თავისუფალი გონება. და ახლა ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ზოგი deep state-ზე საუბრობს, ზოგს გლობალური ომის პარტია აშინებს, ზოგს გონია, რომ ევროპა გეობას გვაძალებს, ვაქცინებით გვჩიპავენ და საერთოდ მალე ციფრულ მონებად გვაქცევენ. მოდით ლიეტუვას შევხედოთ, იქ საზოგადოება და მთავრობა ერთად ებრძვის საინფორმაციო ომს, ამისთვის არსებობს 1000 გვარი საგანმანათლებლო ინფორმაციული პროგრამა. იქ ხალხს არ უტოვებენ შესაძლებლობას, რომ ტვინი რუსულმა პროპაგანდამ გამოურეცხოს. ამ დროს რა ხდება საქართველოში? ქართული ოცნება თავად ავრცელებს რუსულ პროპაგანდას და პარალელურად ებრძვის ყველას, ვინც ამ დეზინფორმაციის წინააღმდეგ მუშაობს. ასევე ქართული ოცნება მუდმივად იმეორებს იმას, რომ სწორედ ნაციონალურმა მოძრაობამ გადასცა რუსეთს სტრატეგიული ობიექტები. კი ბატონო, ეს სია ნამდვილად გრძელია, მაგრამ რამდენად ათავისუფლებს ეს ფაქტი ქართულ ოცნებას საკუთარი პასუხისმგებლობისგან. თუ სტრატეგიული ობიექტები მტრის ხელშია, მაშინ მეტი სიფრთხილე არ გვმართებს? ცხადია, სახელმწიფო უსაფრთხოების თემა ვრცელია და ამ თემაზე საუბარიც უსასრულოდ შეიძლება. აი ფაქტი ამ თემებზე მუშაობას აგრძელებს. ვიდეოს აღწერაში კი იმ გამოძიებების ბმულებს დაგიტოვებთ, რომლებიც ჩვენმა მედიამ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და რუსული პროპაგანდის თემაზე მოამზადა. ბოლოს რომ შევაჯამოთ, დღეს საქართველოს ფაქტიურად არის დაუცველი სახელმწიფო. ახლა არჩევანი ჩვენზეა. მიუყვეთ ამ ინერციას თუ უფლებამოსილ პირებს მთავარი კითხვები დავუსვათ. მაგალითად, რატომ არ ვიღებთ უსაფრთხოების თანამედროვე კონცეფციას? სახელმწიფო უწყებები საფრთხეების ნაცვლად საკუთარ მოქალაქეებს რატომ უთვალთვალებენ? რატომ ხვდებით უფრო და უფრო რუსულ ფულზე დამოკიდებული? ქართული ოცნება ამბობს, რომ მშვიდობას გვინარჩუნებს. მშვიდობა იმით იზომება, რამდენად დაცულები ვართ რეალურად და არა იმით, რამდენჯერ გვითხრეს ეს ტელევიზიით. ვიდეოში განხილული ფაქტების დეტალურად ნახვა შეგიძლიათ აღწერაში მიმაგრებულ დოკუმენტში. გამოიწერეთ ჩვენი არხი და კომენტარებში დაგვიწერეთ თქვენი აზრით რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ასევე შემოგთავაზეთ თემები, რომლის შესახებაც ასეთი ვიდეოების ნახვას ისურვებდით. მე ნინო აფაქიძე ვარ, iFacts ჟურნალისტი და მადლობა რომ გვიყურეთ.